ჩემო ძვირფასებო, სალამი. ჩამომივიდა ჩემი ჰორტენზიები, ეს 1-5 გავხსენი თქვენს გარეშე, ვერ მოვითმინე, ჩავიხედე შიგნით. და ესეთი 4 დიდი ყუთი ჰორტენზია, 15 სახეობა, მეტი თუ არა, აღარ მახსოვს ზუსტად. ეხლა უნდა გავხსნა თქვენთან ერთად და შევიჭყიტოთ, შევხედოთ რა ხდება. რა თქმა უნდა, ის ფოთლები გაუყვითლდა გზაში და დასცვივდა, მაგრამ შეხედეთ, აი, ყველა არის ცოცხალი, პირველად არ ვიწერ და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი იქნება. გავხსნი, შემოვაცლი ამ ბადეს, გაჩვენებთ, დაგისახელებთ ჯიშებს და მოკლედ შევუდგეთ საქმეს. აი ასე მოვაცალე ახლა ის ბადე და გავხსნი ახლა ამ ცელოფანსაც შემოვაცლი და გაჩვენებთ როგორი ფესვთა სისტემა აქვს. ახლა ამის გარკვევა არ გინდა, ხელნაწერის თარგმნა მიჭირს განსაკუთრებით. აი ესეთი გადასარევი ნერგი ჩამოვიდა. აი ეს ამოვიღე მეორე ნერგი და ამას შეხედეთ როგორი განსხვავებული და წითელი კვირტები აქვს. აი იმისგან განსხვავებით. ეს ყოფილა პრინცესა ანა. აუცილებლად ჩავსვამ სურათებს. და ეს გადავათარგმნინე და ყოფილა საფირის დედოფალი, საფირ ქვინ. სურათებს ჩაგისვამთ. ეს აი მწვანე კვირტებით არის. ამას წითელი კვირტი აქვს, განსხვავდება ძალიან. ეხლა შემდეგი ყუთი გავხსნათ. ვიცი რომ ყველაზე საინტერესო მომენტი არის უშუალოდ გახსნის, მაგრამ აი დამხმარი არ მყავს დღეს არავინ, რომ დამიჭიროს კამერა და ძალიან რთულია ცალი ხელით ტელეფონი მეგეჭიროს და მეორე ხელით ხსნიდე. მაგრამ აი თქვენთან ერთად მაინც ვეცდები რომ რაღაცნაირად აქ არის პაწუწკუნა ნერგებით, გავრისკე, საერთოდ პატარა ჰორტენზიებს არ ვიწერ ხოლმე და ეხა გავრისკე, გამოვიწერე, იმიტომ რომ ესეთი ჯიში დიდი არ ქონდათ და აი ასეთი ჩამოვიდა. ეს ფოთლები კი გაუფუჭდა, მაგრამ მე მგონი ძალიან კარგად გრძნობს თავს. ეხლავე შემოვაცლი და გაჩვენებთ დანარჩენებსაც. აი მთავარია შეხედეთ. როგორი საღებია, თორე ფოთლები რო უშავდებათ გზაში, ეგ არაფერს არ ნიშნავს, მაინც უნდა დასცვივდეს ფოთოლი. ეხლა უკვე შემოდგომით. ეხლა ამოვიღებ ამათ და გაჩვენებთ რა ჯიშებია. აი მეგობრებო, შემოვაცალე პარკები და აი ესეთი ეს პატარა ნერგები გავრისკე, იმიტომ რომ ეს არის შავი ძოწი, dark ruby, რომელიც ძალიან დეფიციტშია ეს ჯიში და ამიტომ მინდოდა ძალიან და გამოვიწერე ეს პატარა, მეთქი რაც ჩამოვა და ჩამოვიდა ნორმალური პატარა ნერგი, ამას გამოვზრდი, იმედია ეს არის შოკოლადი Magic-ის სერიიდან, Magic Chocolate და ეს არის Red Queen, წითელი დედოფალი. აი ესეთი სამი პაწუკა ნერგი. ამ შავ ფოთლებს რა თქმა უნდა მოვაცლი. ეხლა მაინც უნდა დასცვივდეს ეს ფოთლები და ღეროებზე აი მშვენიერი ახალი კვირტები ამოდის. ესეც კარგია. არა უშავს პაწუკებსაც რამენაირად მოვუვლი. წითლებია ესენი ყველა, იმიტომ რომ განსაკუთრებით წითელმა ჰორტენზიებმა მომხიბლა მე ამ სეზონზე და მივაწექი წითლებს. აქ არის, ეს არის ფლორენტინა. აი შეხედეთ, როგორი ყოჩაღია, აი. და ამას არ ვიცი, გავარკვევ, შეიძლება კიდე ერთი dark ruby მეწერა, მე გამყიდველმა მითხრა რომ მაქვსო დიდი ნერგიცო dark ruby-სო,
პატარაზე რატო წვალობო და რა ვიცი, მე მგონი ესეც dark ruby უნდა იყოს. შევხედავ აბა. ეს არის შემდეგი ყუთი, არ ჩამიხედავს. უბრალოდ გავჭერი და აი თქვენთან ერთად უნდა ვნახო. ესენი ძალიან კარგებია მართლა. ეხლა ეს პარკები უნდა მოვაცალო. აი, ასეთი ნერგები ამოვიღებ და გაჩვენებთ აბა სათითაოდ. ეს სამი ცალიც ამოვიღე. ეს არის კაგუა. კაგუა მაქვს ისევე როგორც მიკავა ჩიდორი. აი შეხედეთ, მიკავა ჩიდორი დიდი ნერგი მაქვს, ეხლავე გაჩვენებთ. აი ეს არის ჩემი მიკავა ჩიდორი. არა, ეს არის კასუმი, აი ეს არის მიკავა. აბა გამოვწიო ესე. წელს არ უყვავილია. კასუმი მიყვავილა და ეხლაც ნახეთ ცდილობს რომ გაშალოს ყვავილები, არ ვიცი ამ ზამთარს რა უნდა იყვავილოს ამან, მაგრამ აი ეს მიკავა ჩიდორი მაქვს დიდი ნერგი, მაგრამ ისეთი სილამაზის ჰორტენზიაა, რომ ჩავთვალე, რომ ორიც უნდა მქონდეს. და რახან სანდო სანერგე ვიპოვე, საიდანაც პერესორტი არ ჩამომსვლია, ამიტომ მეორეც გამოვიწერე. კაგუაც მაქვს, მაგრამ პერესორტი გამოდგა, ეს კიდე სხვა სანერგიდან მქონდა გამოწერილი ადრე. და ამიტომაც გადავწყვიტე, რომ კაგუა გამიმეორებინა და უკვე ნაღდი გამომეწერა, რაშიც 100%-ით ვიქნებოდი დარწმუნებული, რომ კაგუა არის. ეს არის მეორე მიკავა ჩიდორი. აი, შეხედეთ. და ეს არის თეთრი პოპკორნი. ეგეც ძალიან იშვიათი ჯიშის ჰორტენზია, პოპკორნის სერია ძალიან მომწონს, მაგრამ თეთრი ნამდვილად არ შემხვედრია და რახან ქონდა ასორტიმენტში ამ სანერგეს, ეგრევე ჩავაგდე კალათაში და აგერ ნახეთ როგორი კარგი ნერგი ჩამოვიდა. და ჩვენ დაგვრჩა ბოლო ყუთი. უკვე ხვდები იმის მიხედვით რა გავხსენი, რომ შიგნით რა უნდა იყოს, დაახლოებით ვიცი, მახსოვს და თქვენთან ერთად გავხსნი ახლა ამას. აი ეს კი გავჭერი, მაგრამ აქეთ არ განიჭრია. ასე აქაც ესე იგი მართლა საწვალებელია. ხო, ესენი უკვე დიდი ნერგებია. გამოვწერე ზოგიერთი ჯიში დიდი. აი ეს დიდი ნერგია, მაგალითად აქედანვე ეტყობა. აი შეხედეთ. ჩანს ხო, როგორებია. ეხლა ამოვიღებ და გაჩვენებთ კარგად. აი მეგობრებო, ესენია დიდი ნერგები. აი ასე გამოიყურება. ეს არის Magic Marmarillo. უიმედე და რამხელა ტოტები აქვს, ესენი ალბათ გასასხლავი ექნება და დავტოვებ აი სადღაც ამ ხელაზე, ხო, აბა ჰორტენზიების მცოდნეებო მითხარით, მთლიანად დაუტოვო ტოტები თუ, იმიტომ რომ წინა წლის ტოტებზე ყვავის ეს. ეს არის ანგელოზის ფრთა. ამ ჰორტენზიაზე ძალიან მინდოდა ცალკე მეთქვა. ვაიმე შეხედეთ. ამას შეხედეთ. და რამხელა არის. ანგელოზის ფრთა არის ახალი იაპონური ჯიში და ძალიან ძვირი ღირდა თვითონ ნერგით სანერგეში და ბედნიერი ვარ რომ შემხვდა. იცით, გამიგია ესეთი აზრიც და მოსაზრება და შარშან მეც მივქარე, რომ გაზაფხულისთვის გადავდე ჰორტენზიების გამოწერა. მეთქი გაზაფხულზე ახალ კვირტებს რომ გამოისხავენ, კაკრას ჩავრგავ და გაცოცხლდებიან ჩემს ეზოში თქო, მაგრამ
შეცდომა დავუშვიცით, მეგობრებო, იმიტომ რომ მოვიდა თებერვალი, მაგრამ სანერგეებში ასორტიმენტი აღარ იყო და ფაქტიურად ვერაფერი ვეღარ გამოვწერე. ამიტომ კი ცოტა საწვალებელია ახლა ზამთარში ესეთი ნერგების ჩარგვა და მიხედვა და გაცოცხლება, მაგრამ მაინც მირჩევნია, იმიტომ რომ ძალიან კარგი ჯიშები შემხვდა. ეს არის ვარსკვლავური თემარი, თემარი ორნაირი არსებობს, ეს იაპონური ჰორტენზია. არის ყვავილოვანი თემარი და არის flower თემარი და არის ვარსკვლავური თემარი. აი ვარსკვლავური შემხვდა და ეგრევე ავიღე. განახებთ სურათებს ჩავსვამ. და ეს ბოლო ჰორტენზია არის ესეც ალბათ გასასხლავი იქნება, ვაიმე რამხელა. აი რო განახოთ. ეს არის ატლანტისი. მოკლედ დღეს ძალიან დიდი შრომა მელოდება. აი ესე მეგობრებო, ესე იგი ჩამომივიდა 4 და 2 6 და აქაც 5 11 დიდი და 3 პატარა ჰორტენზია, ანუ 14 ახალი ჯიში. ნახოთ აბა რა მოხდება მომავალ სეზონზე, აუცილებლად ყველას გაჩვენებთ, როგორი ყვავილებენ. აი ეს წინა წლის გამოწერილი ჰორტენზიებია და მშვენივრად გრძნობენ თავს. აი ესეთები, ეს არის ვანჰუა კალეიდოსკოპი, ეს წითელი ჯიშებია, ეს არის წითელი ძოწი, რუბი რედ და ეხლა ხო დარკ რედი გამოვწერე. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჯერ ბოლომდე არა, სანამ ამათ არ ჩავრგავ და არ ვუპატრონებ. თქვენ კი დაგემშვიდობებით მეგობრებო, ჯერჯერობით სულ ეს არის. ჩამოვა კიდე ახალი რაღაცები და კიდე გაჩვენებთ და ერთად გავხსნათ. კი დაგემშვიდობეთ, მაგრამ ვერ მოვითმინე, რომ შედეგი არ მეჩვენებინა. აი ესე ლამაზად ჩავასკუპე ეს ჩემი ახალი ჰორტენზიები. ძალიან მომწონს. თვითონ ნერგებით, ფესვებით გადასარევი ქონდა და ნახოთ აბა რა გველოდება მომავალ სეზონზე. ახლა კი ნამდვილად მომავალ შეხვედრამდე.